დაიდგა დიდებული ქართული ნაწარმოები, არა, ის მე პრეზიდენტი და რაღაცები, არა, ლალი მოროშკინას მეორეც გვაქვს. ვეფხისტყაოსანი დაიდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე. რობერტ სტურუას, აი, ნახე, სულს რუსთაველის სულმა. მოკლედ რობერტ სტურუამ დადგა რუსთაველის სცენაზე ვეფხისტყაოსანი, რომელზეც ძალიან ბევრი ხუმრობა ითქვა. ბევრი დაცინვაც იყო, ბევრი შეურაცხყოფაც, მაგრამ მე ძალიან მომეწონა სამ შეკვრა სალფეთქში უყურე. შვენიერი ქალბატონი იყო, იქ ვიღაცები ამობდნენ, რაღაც არ ეცვაო. რა ვიცი. მაგრამ ხალხი მე ბევრისგან გამიგია, რომ რა ვიცი, ვეფხისტყაოსანზე რაღაც ნაშრომი დამიწერია, კვლევა დამიწერია, მაგრამ ვეფხისტყაოსანზე ჩაუმიკრავს, პირველად გავიგე. მადლობა ბატონ რობერტს. გაიხარეთ. იმედია ვიცით, ანუ მე ყველანაირი ხუმრობის გარეშე ვიცით თქვენ რომ გესმით ქართული და ზოგადად ადამიანების ფსიქოლოგია და დარწმუნებული ვარ მაგ სპექტაკლზე თქვენ მაყურებელი აღმიერიდან აღარ მოგაგდებათ, იმიტომ რომ სადაც შიშვლია, თან აღიარებული ეს ხო ხოცებისგან მხარდაჭერილი შიშველი, ეს ხო აკაცუკების შიშველი ხო არ არის? ამიტომ რა ვიცი, თქვენია და ამიტომ ხალხი იulis მან რა თუ არ იulis. Вообще, თუ მანდ თქვენ დაამატებთ რაღაცნაირად, არ ვიცი როგორ ტექნიკურად თუ დაამატებთ 100 ქროლვას მოსაწყენ ეპიზოდებზე თეატრში, უფრო მეტი ხალხი მოვა. ალბათ დაიღალე რა, პირველი ქალები გინდა რა. იმ რაღაც ეპიზოდებს ანდერცა რაღაცებს 100 ქროლავ რა. და გადახვალ პირდაპირ იმაზე. არ ახვევთ ხოლმე ახლა ვიდეოებს თავიდან ეს სანტექნიკოსი რო შედის ბინაში და გაცნობა და ლაპარაკი. ხო ახვევთ ხოლმე, ეგრე რომ გადაახვიო პირდაპირ. შეუბერეთ.